სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები. ჩამოვედით აქ. არასდროს არ წარმოვედგინე, რომ ოდესმე ლატვიაში მოვიდოდი. იმიტომ რომ ჩემს სამოგზაურო გეგმებში არასდროს არ შედიოდა. თუმცა კომპანია, რომელშიც მუშაობთ, მე და ჩემი თანამშრომლები, აქ ახლა 6 კაცი ვართ წამოსული. არის ლატვიური. ნახევრად მაინც. ხო და აქ გვყავს თანამშრომლები და ვიფიქრეთ, კაი იქნებოდა, რომ ოდესმე ჩამოვსულიყავით და რამე გავუკეთებინა ერთით. ყურება შესასვლელი ესე, აი ერთ-ერთი ცენტრალური უბანი არ არის, მაგრამ შუა ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის პირას არის. სახლი იყო 4 საძინებლიანი, მაგრამ ორსართულიანი სახლია რამდენიმე ოთახით. მხოლოდ ასასვლელის გადავიდა შემდეგ. ეს იყო მისაღები, რომელიც კარგად გამოიყურებოდა და დასაჯდომად სალაპარაკოდ ვიყენებდით და სამზარეულო, სადაც დილაობით საუზმეოდით ხოლმე. ზევით რაც შეეხება, კიდევ 3 საძინებელი იყო განთავსებული. გამარჯობა თანგობრებო, მე ვარ ანა. დასემუნო. რომელიც ჩვენ თანამშრომელი აღარ არის, იმიტომ რომ მიგვატოვა. და ეხა უბრალოდ წამოვიდა. ავდექი და წამოვედი. ეხლა როგორ არის? ავდექი და წამოვედი. არ ვიცი სადა ვარ, მაგრამ ვიცი რომ გზაში ვარ. კამპანია 6 ადამიანი ვართ, მოკლედ საქართველოსთან წამოსულები. და დღევანდელ ჩვენ გეგმაში შედის, რომ შევხვდეთ ჩვენ ლატვიელ კოლეგებს და რესტორანში წავიდეთ. რესტორანს ქვია ლიდო. თან ეს ლიდო არის რაღაც აი როგორ გითხრათ. კომპლექსია რაღაცნაირი რესტორანია და მის გარშემო მყოფი პატარ-პატარა გასართობი ცენტრების სავით რაღაცები. ეს აქეთ რატო ვიღებ არ ვიცი, იქ მდებარეობს. ესენი არიან ოზანი, ჩვენ თურქი კოლეგა და მეგობარი და ანა. ეს ქართველი. და ყველანი ქართველები ვართ ოზანის გარდა, აქეთ. მე რაც შევამჩნიე ჯერჯერობით, დიდი ხანია გუშინ ჩამოვედით რა მოკლედ და არის კომპაქტურად დასახლებული და აი ესე ევროპულად მოწყობილი ქალაქი. შედარებით პატარაა, თბილისი საკმაოდ პატარაა, რიგა. მაგრამ მეტად უფრო მოპირკეთებული, ესე რომ ვთქვათ. და საინტერესო ადგილებიც არის. ერთი ცუდი რაც დაგხვდა და გუშინვე აღმოვაჩინეთ იყო ის, რომ დაახლოებით 4 საათზე ღამდება უკვე. და ეხლაც რავი რაღაცა 5:30 არის მგონი. და აი ესეთი ამინდი რაღა არის და ესეთი საგვაქვს. აიქ წინ არის რაღაც სავარაუდოდ ტაძარი. და ტაძრები, ანუ ძალიან გავს ჩვეულებრივი ძველი შუა საუკუნეების ევროპის აი გოთიკურ ტაძრებს. ეს სვეტოვანი აგებულებით. აი კარგად უფრო გამოჩნდება ახლა. გუშინ ერთი რაც მოვასწარით იყო ის, რომ გაგვესინჯა აქაური მაკდონალდსი, რომელიც არ ვარგოდა. ერთი რამაც ცოტა გამახალისა იყო, რომ მაკრიბი აღმოვაჩინე და მაკრიბი გავსინჯე, მაგრამ ეგეთი ცუდი იყო. ხო, კიდე რა ვქენით? ბარში ვიყავით, რეალ მადრიდი მანჩესტერ სიტის თამაშს უყურეთ და მეტი განსაკუთრებით დავლიეთ რა. მეტი ისეთი არაფერი არ გავუკეთებია. როგორც ვახსენე, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. არის ბევრი ღირსშესანიშნაობა ერთ ადგილას თავმოყრილი, რომლისკენაც ახლა მივდივართ და აი წინ არის საკილენი. აი განათებული ნაძვის ხეები როა იქ. მაგასთანვე არის ქვია ამათი თავისუფლების მოედანი. აქვე არის რედისონის და ძველი რიგა, რომელიც გუშინ უკვე ცოტა დავათვალიერეთ, მაგრამ კარგად მაინც ვერ აღვიქვით. ეს არის ქუჩა, რომელიც ჩადის, აი იქ გამოჩნდება კიდეც ქანდაკება, თავისუფლების ქანდაკება ამათი და მაგ ქუჩას უკავშირდება და პირდაპირ გადიხართ ძველი ქალაქის ცენტრისკენ. Ozan is gonna tell you some things that he liked so far about Riga. Please do. Yeah, well, my first impression is like the entire country and the city is like just flat.
Yeah, Like it's you- flat. It's Like actually. there's no like uphills or like downhills. You can just walk the entire day, and the churches are beautiful, and there are some interesting stories, and I love it so far. Yeah, and one of the your highlights was to visit Mikhail Tal's grave, Yeah. and you did today. Yeah, I did today in the morning. I went to the Jewish cemetery and I visited Mikhail Tal. He was the 8th world champion in 1960, and I had good emotions. He was the reason I started to play chess, and I loved it. I loved it. Yeah. Thanks, man. Like, Thank you. we'll come back to you sooner or later. Thank you. რიგას რაც გამოარჩევს იყო ის რომ გვეუბნებოდნენ რომ საახალწლო ქრისმას მარკეტები მოკლედ ძალიან პოპულარული აქ და ძალიან ლამაზიო და მაგიდან გამომდინარე იმასაც ვფიქრობდით რომ ალბათ კარგად განათებული მოწყობილი და ასე შემდეგ იქნებოდა ჯერჯერობით ანუ აი ჩემ უკანაც ხედავთ როგორ არის გამოიყურება აი წინ შევატრიალებ ძალიან ყინავსო და ძალიან ცუდი ამინდებიაო ცუდი ამინდები რა გულისხმობს სიცივეს და გუშინ რაც ჩამოვედით ცოტა გაკვირვებულები ვართ შედარებით, რომ ანუ საშუალოდ 4 გრადუსი, 4-6 გრადუსი უჭირავს ტემპერატურა და გაუსაზრისად სიცივე არ არის, ანუ ეხლა თბილად კი გვაცვია, მაგრამ სიცივეს ისე არ გძნობთ რა. მე ველოდებოდი რომ ანუ შეიძლება რომ -20-მდე წავიდესო. ხო და ეგეთი ამინდები არ დაგვემთხვა. მაგრამ სამწუხაროდ მაგედან გამომდინარე არც თოვლი არ დაგვემთხვა, რაც ცუდია. ასიზავ. პირველად ხდება ეგრე რომ ანუ ქალაქში არაფერს არ ვეძებ და ან რუკას არ ვათვალიერებ რომ კარგად დავიმახსოვრო რომ ყველაფერი რაღაცნაირად ერთნაირად ესე ინტუიტიურად დავდივართ და მოძრაობთ ამ ქალაქში. რაც განსხვავებულია, მაგრამ ცუდია თქო ვერ ვიტყვი. საერთოდ დასვენებული ვარ და არაფრის კეთება დიდად არ მიწევს. პირდაპირ სადაც ახლა მივდივართ არის სავარაუდოდ საახალწლო ნადვის ხე, იმიტომ რომ დიდად განათებული რაღაც მოსჩანს. ალბათ ეგ იქნება. ერთი შევათვალიეროთ რა არის. არა, ნადვის ხეები არ ყოფილა, უბრალოდ ხეებია მორთული აქ. და პარკია წინ. ეს რა შენობაა ნეტა? ლატვიის და უკრაინის დროშებია. მგონი ამაზე ესეც რაღაცა პოლიტიკასთან დაკავშირებული შენობაა. რა ზუსტად არ ვიცი. ეს გუშინ გაგვაფრთხილეს რომ მაგ ადგილს მოერიდეთო, რომელსაც ქვია ორიგო. და აი წინ დიდად აწერია ორიგო. ანუ ძალიან ბევრი ესეთი პატარა გლაპი ბიჭები არიან, რომლებიც შარს ეძებენ და იყიდებენ ხოლმეო. და სკამერები და ეგეთი ისინი. ჩვენ რა თქმა უნდა მაგას არ ვუშინდებით, პირდაპირ მივაპოვთ. ორიგო არა ის კიდე. ხო, თან მაგეთ მიგვდის გზა და რა გავაკეთოთ? დიდად რომ გვინდოდეს, მაინც არ მოგვიწევს მაგის არიდება. თუ ჩვენ კიდე იმის ხალხი არ ვართ, რომ გზა დავიგზავნოთ. აბა თუ გამოიცნობთ ოპერისა და ბალეტის თეატრი. კარგად არ ჩანს. მგონი მეორე მხრიდან აქვს შესასვლელი? ალბათ, იმიტომ რომ ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება აქედან. მაგრამ ეგ იქნება რა, ანუ მეორე მხრიდან ექნება შესასვლელი. და ეგ არის მაგის მიზეზი. გვინდოდა და ვეძებდით კიდეც ბილეთებს რომ დავსწრებოდით სავარაუდოდ ამ ოპერის თეატრში. მაკრონტუნას. თან საახალწლო პერიოდია. დღეს არის 11 დეკემბერი. და მაკრონტუნა ისეთ კარგ ემოციებსა და ვაიბებს ქმნის. მაგრამ ვერ ვიპოვეთ, ყველაფერი ამოყიდული იყო. ყველა დღეს. ეცია იყო რომ მაკდონალდსი დაიკიდეთო და აი ეს ადგილი ჰესბურგერი არის თუ არისო, მით უმეტეს განსაკუთრებით ნაბოხუსევზე გამოსასვლელად ყველაზე კარგი ჯანკ ფუდი არისო.
მე გავსინჯავთ ალბათ. მაგრამ ისე ძალიან წაგავს რაღაცნაირად გაფორმებით და თვითონ აბრით Burger Kings. უი, Burger King-ის აქვე ყოფილა. ვაუ. ჩვენმა მეგობარმა წაგვიყვანა რაღაც ბარში. აი medieval style, ესე შუა საუკუნის ბარის პონტი იყო. და მან დაგვალევინა ესეთ სასმელი, რომელიც სახელიც არ მახსოვს, მაგრამ იყო არაყი ნივრით გაჟღენთილი რაღაც აი ნიუ-იორკში გამონახადი თუ რაღაცა ესეთი და აი როგორი სუნი ქონდა ის აი მარტო გეგონება ნიუ-იორკს ღეჭავო და სხვა შორის ძალიან მომეწონა. რამდენიმე მდავლიეთ ზოგმა არცადეს და ისინი მე აქედან იმუშავებოდნენ, გიკიცხავდნენ რომ ეგ რა მოგაწონათო, მაგრამ ძალიან კაი, აი რაღაცა უცნაური დასალევი იყო. ქალაქის ცენტრი. აი შენობებსაც შეატყობთ. მაიცა მგონი ეს არის ადგილი, სადაც კი, ეს არის. აი აქ ცოტა კი მივაზუმებ და იმედია გამოჩნდება. მაგრამ თურმე რამდენიმე საუკუნის წინ ბერებმა, რომლებიც ჩამარხულნი არიან ამ ტაძრის კედლებში, აი სადღაც აი აქ არის თუ ახლოს მივიდან კამერას და მე უფრო გამოჩნდება. მოკლედ ეს ბერები იყვნენ, ანუ თან თვითონ თავისი ნებით გამოთქვეს სურვილი, რომ ამ კედლებში დამარხულიყვნენ ცოცხლად, რომ დაეფრთხოთ ავისულები და დემონები. და უკეთიათ ნიღბები, ორი ბერია და აი რაღაცა ესე რა ქვია, ხო აი მკვირალი ნიღბები არის რაღაცა და შემზარავი სანახავია, კარგად არც აქედან არ ჩანს, მაგრამ თვითონ ისტორიაც და რომ იაზრებ იმას, რომ თავისი ნებით გააკეთეს ეგ ყველაფერი, ისეთია შემზარავი და საინტერესო. წაში აწვდენილ ეკლესიის კოშკს რომ ხედავთ ეგ არის წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელშიც ახლა ვაპირებთ შესვლას. და გვინდა იქ სულ ზევით ასვლა. რაშიც დაგვეხმარება შიგნით მდებარე ლიფტი, რომელიც იმედია მუშაობს. თორე ნახევარ საათში ვერაფრის მომწრებები ვერ ვართ, იმიტომ რომ ნახევარ საათში იკეტება. მაგრამ შეიწუცი დაგვაგვიანდა და ვერ შევდივართ, იმიტომ რომ კარიბჭე დახურულია. რადგან აქ წერია რომ ბილეთების ყიდვა შეგვიძლია 5 საათსა და 30 წუთზე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეხლა წავალთ და დავლევთ. ნახევარ საათი კი რა 5 წუთი დავგვიანეთ ბილეთების გაკიდვის დაკეთებამდე. წავედით რესტორან ლიდოში, სადაც გავიგებინეთ ტრადიციული ლათვიური საჭმელები, რომელიც სხვათა შორის კარგი იყო და ყველას მოგვეწონა. ამ წამს შემოვედით ლიდოში და როგორც ჩანს არის აი ესეთი ადგილი. რესტორანია და გარშემო სხვადასხვა გასართობი ადგილები, როგორც წეგან ლიდოს შემდეგ ჩვენი ლატვიელი მენეჯერის დაჟინებული მოთხოვნით გავიშურეთ ადგილას, რომელსაც ქვია როზენგრალი. და ეს ბარი, რომელიც შუა საუკუნეების სტილში არის მოწყობილი, ჩემი საყვარელი ადგილი გახდა ლატვიასა და რიგაში. ძალიან ბევრი ლეგენდა და მითი არსებობს ამ ადგილის დაარსების შესახებ. ერთ-ერთის თანახმად მე-12 საუკუნეებში დაარსდა და ჯვაროსნები აქ ოქროს და განზეულობასაც კი მალავდნენ.
Yes. As well, toilet. We can take a photos there. There. ღამე კი არის ახლა, მაგრამ სადღაც ახლა დაიწყო დღე. რომელი საათია ხალხო? ახლა არის 5 საკლია 20 წუთი. 5 საკლია 20 წუთი და ღამე არის. თან ჩვენ ის გვიქმნის პრობლემას, რომ რახან მეგობრებთან ერთად ვართ და თან მაგას ჩვენი კომპანიონები ემატება, აკაურები. ღამე შევდივართ ხოლმე სახლში და გვიან ვიზინებთ ძალიან. ამიტომ გვიან ვიღვიძებთ ასევე და დილით გამოსვლასაც ვერ ვახერხებთ. თან ცივა და დიდად გარეთ გასვლაც და ყოფნაც არ გვინდა სულ. დღეს წამოვათ და იმაში რომ რაღაც ადგილს ვიზახდი. Saint წმინდა პეტრეს ტაძარია აკაური. მან შევეცდებით ასვლას და იმედია ვასწრებთ, იმიტომ რომ წესით სხვა დღეებიდან განსხვავებით დღეს 6-ს მაგივრად იკეტება 10-ზე. მაგრამ არ ვიცი. შეიძლება მეშლება ვნახოთ. შინდელი დღიდან დაიწყო სიცივეები, აი მყინვარე სიცივეები უკვე. გუშინ -4 იყო დღისითაც უკვე. ცოტა თოვლიც ვნახეთ დაახლოებით 5 წუთი ოღონდ. ეგეც იმიტომ რომ სიგარეტის მოსაწევად გამოვედით გარეთ. და მაგ დროს შევესწარით, მაგრამ აი ეგრევე გადაიღო და დღეს ეხლა არის -2 გრადუსი. სავარაუდოდ კიდე მოიმატებს ღამით. დღე ეს იყო დღევანდელი სინოპტიკოსის ჩართვა და შემდეგ შეგეხმიანებით კიდევ. თან. ისევ და ისევ ძველი რიგაა. ანუ თითქმის აქ სადაც მოძრაობთ არის ძველი რიგა. და რომ ყველაზე ლამაზი ადგილი რიგაში არის ძველი რიგა. და აკაურებმა რას ვითხრეს? აი ქალაქ გარე რაღა არის და ანუ ესეთი ცენტრზე შემოფარგლული ადგილები არც ისე სასიამოვნო სანახავია, იმიტომ რომ ჩვენთან შედარებით უფრო მეტი ხრუშოვკებით არის სავსეო, როგორც გითხრეს. და ანუ აი ერთნაირი ნაცრისფერი უსიცოცხლო ადგილებია ყველგან. ამიტომ არ გირჩევთ. ჩვენც დავდივართ ესე და თან აი ბარები ავიკელით აკაურობა. ხანსაც შევდივართ, გუშინ დაახლოებით 5 ბარში მაინც ვიყავით. თან თბებით ამ ალკოჰოლით, თან ვერთობით. აკაურებსაც უყვართ ძალება და აი ახლა მივადგებით იმ ადგილს, აი სადღაც აიქეთ არის. There's karaoke tonight at 9 here, it says. Karaoke party. ის უკვე ვახსენე, რომ აკაური ტრიპი მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე განსხვავებულია, იმიტომ რომ დიდად არაფერს არ ვაკეთებთ. ანუ სანახავი რახან არ არის ბევრი. ვერაფერს გადავიღებ ისეც. ასე რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები, რომ ყოველდღიური ამათი ცხოვრება ბარები და რაღაცა ესეთი მომენტები ჩავსვა და ის თუ ჩვენ აი რას ვაკეთებთ. თან სიმართლე რომ გითხრათ, ბევრს არც ვიღებ იმიტომ რომ აი ესე ბევრი მეგობარი პირველად ვართ წამოსული სამოგზაუროდ. ხო და მინდა რომ ამ ყველაფრით დავტყვე. მაგრამ რაღაცებს ვახერხებ რა. წმინდა პეტრეს ტაძარს, რომელიც ისტორიაში მოხსენიებული პირველად არის 1209 წელს, რაც მას ხდის ერთ-ერთ პირველ და უძველეს შემორჩენილ ტაძარს არ მხოლოდ რიგასა და ლატვიაში, არამედ ბალტიკის რეგიონში.
იმისთვის რომ ლიფტით ვისარგებლოთ მესამემდე უნდა ავიდეთ და მე ავყვებით ლიფტს მეთქი რომ რამე ლიფტიდან გამოსვლას გადავიღებ თქო მაგრამ ისეთმა ქარმა დაუბერა რომ არაფრის თავი არ მქონდა მერტო ჩემო აი როგორც ივა აქ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ახლა თან ქარი უბერავს ძალიან და ალბათ არაფრის ხმაც არის მის ამ მიკროფონის მიუხედავადაც კი და ისეთი ქარია და ისეთ ცივა რომ აი ხელები აღარ მივარგა თან ხელთათმანებს ვერ ვიცვამ რომ ტელეფონს ვერ ვიჭერ ნორმალურად ხერში და ძალიან ის მაქვს ახლა ლიფტზე რომ გამოვედი კინაღამ საყვარელ ადამიანებს დავემშვიდობე რომ ალბათ ნაყონდის კარგი იყო თქვენთან ერთად დროის გატარება გადავიღებ მაინც ხედი კაია ბევრი ჩვენი ლატვიელი მეგობრის რჩევით მოვინახულეთ მოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიგაში, რომელსაც ქვია აკროპოლი და სადაც ახლოსვე მდებარეობს ჩვენი ოფისი. ხო და საღამოს იქ გავიარეთ და აღვხსნეთ ჩემი ბავშვებს ერთ-ერთი პატარა ოცნება და დავისწარი ჰოკეის მატჩს მოლში. საბოლოოდ კი ვეწვიეთ ძველ რიგაში მდებარე საახალწლო საშობაო მარკეტს, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალი იყო და გემრიელი სარწმუნოებით გავაგემოვნეთ აქ. Where did you get sports? Nice. I can get it. I'm doing the vlog now. You can say hi. Hello. To my Georgian 85 subscribers. Hello guys. I'm big there. ძალიან გადასარევი დრო ვატარეთ ახლა საახალწლო მარკეტში და რა სიტყვით აბა როგორი იყო? ძალიან კარგი თან მოთოვა. მოთო კი. იდეალური. Magical moment იყო ხო? კი, ძალიან და რომანტიკული. მაგრამ Green Train-ი რაღაცა არ გამოვასწრა. ძალიან წავიდა რა. არიციან ამას. არა. ჩვენთან უფრო კარგია. მაგრამ გავერთეთ. სარაპერკეტი ამოვიმტერეთ. კაი იყო. ეხლა საუბრობთ წავალთ ბარში ისევ. ამ მარკეტის ვიდეოებს ჩავსვავ ყველაფერს. კიდე თან ჩვენი ერთი თანამშრომელი შემოგვიერთდა, რომელიც იქით არის სადღაც უკარას ოზარინ და ანა არიან. წეგანის ბიჭი გერმანი ჩვენი თანამშრომელი იყო, ლატვიელი. გადავინაცვლებთ ახლა კარაოკე ბარში მივდივართ. კარაოკე ბარში მივდივართ. ასე აღმოაჩინეთ, რატომ არ იყო გრინტოინი გემრიელი. იმიტომ რომ გვინო ჩვენ უბრალოდ გვაქვს. რა თქმა უნდა. და ჩვენთან მაგიტო ძალიან გემრიელი გრინტოინი და ხელები მეყინება. გადასაგებად ხელებს ვერ ვდებ, იმიტომ რომ უნდა გავიხადო ხელთათმანები და მე აი ზურება თითები. წავალ ახლა და თან ეს თოვლი მიბერავს ქარით სახეში და არაფერი აღარ მინდა ამ ცხოვრებაში. წავედი ნახვამდის.